ნახეთ ქრისტეს გარდაცვალებამ როგორ გააკეთილშობილა სიკვდილი. ძველ აღთქმაში მაგალითად ადამიანი რო გარდაიცვლებოდა გარდაცვალებულზე შეხება ძველ აღთქმაში გარდაცვლილი ადამიანი უწმინდურად ითვლებოდა. ეს ხორცი იყო უწმინდური. და თუ ებრაელი შეეხებოდა სხვა გზა არ იყო ხო რომ გაეპატიოსნებინათ მერე დაეგძალათ ხელი ხო უნდა შეხებოდა გარდაცვლის. ეს ებრაელი ითვლებოდა უწმინდურად. და მთელი დღის განმავლობაში მას არ ჰქონდა ბანაკში, ანუ სადაც ცხოვრობდნენ ებრაელები, შესვლის უფლება. და რაღაც გამწმენდის და გამბანის რიტუალი უნდა ჩაეტარებინა. რატო იყო ასე? ეს იყო ერთგვარი სახისმეტყველებით ის მოცემულობა, რომ ადამიანი არ არის ღმერთთან და მიდის ჯოჯოხეთში. და სიკვდილი ამიტომ არის უბედურება, იმიტომ რომ ადამიანი ჯოჯოხეთში მიდის ყველა. ხოლო ქრისტეს გარდაცვალებამ სიკვდილი გააკეთილშობილა და შესაბამისად ადამიან ქრისტიანისათვის სიკვდილი სხეულიც უკვე წმინდა ადამიანის სიწმინდეთ ითვლება, საფლავის სიწმინდეთ ითვლება და თუ ადამიანი მოღვაწეა, საერთოდ საკრალური ხდება მისი ძოლებიც კი. და თავად გარდაცვალება ღმერთთან მიახლოების შესაძლებლობა გახდა. ასევეა სიბნელეც. სიბნელე, რომელიც თითქოს სიბნელეა, ხო, სიბნელეა სინათლის მოკლება, მაგრამ სიბნელე გახდა ყველაზე მოყიერი ადგილი, შეიძლება ყველაზე სასურველი ადგილი ისიქასტების, ანუ ღმერთის მაძიებელთა, რამე თუ სიბნელეში ყველაზე მეტად ეძებენ, ლოცულობენ, ანუ სიღრმისეულად ლოცულობენ და ეძებენ და პოულობენ ღმერთს. წმინდა სოფრონ ინგლისელი სახაროვი იმასაც ამბობდა, რომ ნივთიერი სინათლე არის ხელის შემშლელი ღვთაებრივი ნათლის ჭვრეტისთვის, ღვთაებრივი ნათლის ჭვრეტაში ფიზიკური ნათელი ხელს გვიშლის. და ამიტომ სიბნელეში ლოცულობენ ისიქასტები. დღესაც ათონის თაზე, როცა მსახურება ტარდება, შუქებს არ ანთებენ ტაძარში, სანთლებსაც არ ანთებენ ტაძარში, განსაკუთრებულ შემთხვევებში ანთებენ, ძირითადად მსახურება მიდის სიბნელეში. და ვისაც ეს გამოუცდია, მან ეს ძალიან კარგად იცის. აი, სიბნელეში, ჭირში, განსაცდელში, ამ ქვეყნიურ ათას უბედურებაში, გარდაცვალებაში, სიკვდილში ადამიანი ღმერთს ეძებს და მას ამ ყველაფერს აკეთილშობილებს. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ღმერთი ჩვენთან არ არის, სინათლე სიბნელეა და სიცოცხლე სიკვდილია. ხოლო თუ ჩვენთან ღმერთია, სიბნელე სინათლეა, ტკივილიც სიკეთეა და სიკვდილიც გარდაცვალებაა და სიკვდილი აღარ არის. აი ესეთი რამ მოიტანა ღმერთის განკაცებამ სამყაროში. აი ეს არის ქრისტიანის მდგომარეობა.